ბოლშევიკები რო შემოვიდნენ, რატო არ მიგვრის ვექტემარიაში? ხო. რო შემოვიდნენ დასაწყისში თურმე კატეგორიულად არა, მაგრამ ცდილობდნენ რომ ბევრი ადამიანი არ დაეხრტათ, იმიტომ რომ ვითომ სახეს უნარჩუნებდნენ რეჟიმს. გადასახლებასაც ჯერ კიდევ ერიდებოდნენ იქიდან გამომდინარე რომ გულაგები არ ქონდათ გამართული სისტემა და კარგად ვერ აწამებდნენ ადამიანებს, თორე ადამიანებზე არ ფიქრობდნენ, ბუნებრივია. ისეთ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგი იყვნენ იდეურად, ასახლებდნენ გერმანიაში, ძირითადად გერმანიაში. ამ პერიოდში ცხოვრობდა თურმე ერთი ძალიან კარგი ახალგაზრდა შალვა მუჯირი, რომელიც როგორი ტიპი იყო, მოკეიფე, კარგი მოსწავლე, განათლებული და როგორი კარგი დასახასიათებელია, რომ ცხოვრობდა აღმაშენებლის გამზირზე და ტრამვაიში რო ჩაჯდებოდა, ყოველთვის მიდიოდა უნივერსიტეტში. მნიშვნელობა არ ქონდა რომელ ნომერში ჩაჯდებოდა, ტრამვაის ბრძოლებით ცნობდნენ, გადაუხვდნენ და მიყავდათ უნივერსიტეტში და უნივერსიტეტისკენ მომავალ ტრამვაის ყველა ეძახდა, თურმე შალვა მუჯირის ტრამვაი მოდისო. აი იმდენად დაფასებული პიროვნება იყო. ამას ყავდა ერთი არაჩვეულებრივი მეგობარი, რომელსაც ყავდა ასევე არაჩვეულებრივი საცოლე. მაგრამ ეს მეგობარი იდეური მოწინააღმდეგე იყო ბოლშევიკური მთავრობის და გადაასახლეს გერმანიაში. მუჯირის მაგაცი. გადასახლებიდან რამდენიმე დღე იყო გასული თურმე და ეს საცოლე მოდის უნივერსიტეტის წინ, შალვა დგას უნივერსიტეტის წინ მეგობრებთან ერთად და ეს გოგონა რო დაინახა, მეგობრები გააჩერა, გადაუდგა ამ გოგოს და უთხრა ცოლად უნდა მოგიყვანო. ეს იყო შოკი ყველასთვის, იმიტომ რომ განუყრელი მეგობრები იყვნენ და უცბად ამ მეგობრის საცოლეს ეუბნება რომ ცოლად უნდა მოგიყვანო. ძალიან წარმოუდგენელი ნაბიჯი იყო, მაგრამ ვერავინ ვერაფერი უთხრა, ეს გოგო იმდენად დაიბნა თურმე, რომ ხმა ვერ ამოიღოთ, მართლა რამდენიმე დღეში სიონში ჯვარი დაიწერეს, ჯვრისწერიდან გამოსულებმა ეს გოგო ჩასვა ფაეტონში და სახლში გაუშვა, თვითონ ძმა ბიჭებთან ერთად წავიდა და ქორწილიც კი გადაიხარა. გამოხდა ხანი არც თუ ისე ბევრი დაახლოებით 3 თვე და საბჭოთა პერიოდში თურმე აი ამ პერიოდში ჰქონდათ ასეთი წესი რომ უცხოეთში სასწავლებლად ადამიანებს უშვებდნენ ოღონდ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ახალ დაქორწინებული და ერთ-ერთი წყვილი მეორე მძევლად რჩებოდა რომ ის იქ არაფერს გააფუჭებდა. შალვა მუჯირმა გადაწყვიტა რომ თავის ცოლი გაიშვა სასწავლებლად გერმანიაში და თან გაატანა წერილი რომ ჩახვალო იქო ჩემი მეგობარი მოძებნეო გადაეც წერილი. წავიდა ეს გოგო გერმანიაში და მოძებნა თავისი შეყვარებული და გადასცა წერილი, სადაც ეწერა. ჯიგარი. ხო. მეტირება ხოლმე როს. სადაც ეწერა რომ შენ საცოლეზე ჯვარი ავიყარე, ხელუხლებელს გიბრუნებ. და ანუ გააკეთა რა რომ სხვანაირად ეს გოგო ვერაფრით მოხდებოდა თავის რეალურ შეყვარებულთან, თავის ქმართან, საქმროსთან. და ამან ეს ქორწინება გაითამაშა. დაახლოებით 2 კვირის თუ 3 კვირის მერე ჩეკამ გაიგო რაც მოხდა და შალვა მუჯირი დახვრიტეს.